შაბათი ესმოდათ არასწორად, თუმცა იმათ კი არ ესმოდათ არასწორად შაბათი, არამედ ქრისტე ესმოდათ არასწორად. ხა რა იყო შაბათი? შაბათი იყო აბსოლუტურად უზრუნველობა მიწიერად და მხოლოდ ღმერთზე ზრუნვა და ღმერთზე ფიქრი და ღმერთით დაკავება. და შაბათს თუ ადამიანი მიდიოდა ღმერთთან ღებულობდა კურნალებას. ესმით? და ამიტომ ქრისტე როგორც ღმერთი შაბათს მასთან ვინც მოდიოდა კურნავდა და ვისთანაც მიდიოდა კურნავდა, იმიტომ რომ ღმერთია. ამით ეუბნებოდა რომ მე ვარ ის ღმერთი, ვინც შაბათი დაგიწესეთ. ეს დაგიწესეთ იმისთვის, რომ ჩემთან მოხვიდეთ და განიკურნოთ. ამიტომ ეს შაბათს განზრახ აკეთებდა და მე ამბობს რომ შაბათი შეიქმნა კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის. ანუ ეს უქმობა კი არ იყო იმისთვის რომ უქმობას დამორჩილებოდა ადამიანი, არამედ უქმობა იყო ისევ ადამიანისთვის რომ ღმერთთან მისულიყო მიწიერი უქმობა. და ეს გაგება იყო დარღვეული, განსაკუთრებით დარღვეული როგორ არ მიიღეს ქრისტე როგორც ღმერთი. ამიტომ ამას იმიტომ აკეთებდა რომ გაეგოთ რომ ის არის ძე. ის არის ძე ღვთისა და ის არის შაბათის ბატონიც და ის არის კურნალიც და მაცოცხლებელიც და სიცოცხლეც.